2 მარტს მთვარის ზედაპირზე კერძო აპარატი დაიშვა, რომელსაც Blue Ghost, ანუ ლურჯი მოჩვენება ეწოდება. ის კომპანია Firefly Aerospace ეკუთვნის და მხოლოდ მეორე ასეთი კერძო მოდულია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე წარმატებით განათავსეს. აპარატი მთვარეზე არსებულ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Lettrailis მიმდებარედ დაჯდა, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. უკვე მთვარეზე ვართ, საზეიმოდ განაცხადა ნიკი ფოქსმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის წარმომადგენელმა. Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასვლელადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება. აპარატმა დაახლოებით 2 კვირა იმუშავა, რაც მთვარის 1 სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში მოწყობილობა მსცადა და ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტის, იგივე რეგოლიტის და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. ასევე მონაცემები მოიპოვა დედამიწის მაგნიტურ ველზეც. მისის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაესწრა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდა. Blue Ghost-თან ერთად Falcon 9 კოსმოსში მეორე კერძო აპარატი Resonance-იც გაიტანა, რომელიც კომპანია iSpace-ს ეკუთვნის. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.